გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემაც ისევე როგორც წინა გადაცემა, რომლის სტუმარი იყო ბატონი ლევან თაქთაქიშვილი, დღევანდელი გადაცემაც ეძღვნება ავლაბრის არალეგალურ სტამბა მუზეუმს და დღევანდელი გადაცემის სტუმრებს წარმოგიდგენთ კავშირი ავლაბრის რესტავრირებული არალეგალური სტამბა მუზეუმის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი რუსუდან ჩიკვილაძე, რომელიც არაერთხელ ყოფილა გადაცემა მემკვიდრეობა სტუმარი და ამავე კავშირის უფლებების დამცველი ადვოკატი ბატონი ვლადიმერ ტაბაღოა, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ვლადიმერს, რომ შეძლო დღეს ჩვენს გადაცემაში სტუმრად მოსვლა და პირიქით კიდევ მადლობა მოსვლისთვის. ქალბატონი რუსუდანისგან დავიწყებ. მე ვიყავი ბატონ ლევან თაქთაქიშვილთან ერთად და გადავიღე ვიდეო მასალა, რომელიც თქვენც ნახეთ და მაყურებელმაც ნახა, როგორ გამოიყურება დღეს იქაურობა. იყო კითხვები, რომლის დასმა მე ვერ მოვასწარი, მხოლოდ ჩემბრალია და სხვისი არავისი, მაგრამ ყველაფერი წინაა, იქ არის კონკრეტული სამუშაოები ჩატარებული. თქვენ განაგებდით იქაურობას, ასე ვთქვათ, 2019 წლამდე, თუ იყავით მისული და რაც ნახეთ, იმაზე დაყრდნობით, რა შეგიძლიათ თქვათ. მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, რომ ეს არის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორც ისტორიული, ისე არქიტექტურული თვალსაზრისით. მდებარეობს მეტრო ავლაბართან ახლოს და სახლის ქვეშ მოწყობილი იყო სტამბა, სადაც გასული საუკუნის დასაწყისში ამზადებდნენ პროკლამაციებს იმჟამინდელი ხელისუფლებისგან მალულად. ეხლა გისმენთ ქალბატონო რუსუდან. დიდი მადლობა ნინო მოწვევისათვის, ყურადღების გამოჩენისათვის, რომელიც გაწუხებთ თქვენს ეს გადაუწყვეტელი საკითხი. მინდა დავიწყო აი ასე. ხმას ამოიღებ ვაია, არ ამოიღებ უი. ვინც ლაპარაკობს ხომ სტყუის, ვინც სტუმს, ის უფრო სტყუის. და აი ამ ლოზუნგით ვაგრძელებთ ბრძოლას დღეს ამ მუზეუმის შესახებ. მე ყურადღებით მოვისმინე არაერთხელ და უყურე იმ გადაცემას, სადაც მოწვეული ყავდათ ბატონი ლევან თაქთაქიშვილი. უნდა ვთქვა ნინო, რომ ამ გადაცემაში არ უღალატა ჩვეულ სტილს და 99% იქედან მან ილაპარაკა სიცრუე და ტყუილი. მაგალითად, როდესაც თქვა მან ჯერ შენიშვნის სახით არა, კურიოზი არისო აბელენუქიძის ქუჩაო. მე სულაც არ მიმაჩნია კურიოზად აბელენუქიძის ქუჩა საქართველოში, იმ დროის შვილი იყო, ქართველი იყო. მე კურიოზად მიმაჩნია ბუშის ქუჩა, პოლიტოვსკაიას ქუჩა, კაჩინსკის ქუჩა, რეიგანის ძეგლი, ჰაველის ძეგლი და ასე შემდეგ, რამდენი ჩამოთვალო ძალიან ბევრი. აი კურიოზი ის არის, რა კავშირი აქვს ჩვენთან ამ ხალხს, ჩვენს ისტორიასთან, მე მაინც არ მესმის. სხვათა შორის ლევან თაქთაქიშვილმა აჩვენა იქ გამოფენილი მასალები,
ესენიო იმა თუ არა ქონდათო ჩვენ როგორ გვექნებოდა ეს მასალები როცა თავადად ხო ერთ-ერთ გადაცემაში მეო ჩვენო იმელის შენობიდანო სადაც ეს მუზეუმი ეკუთვნოდა მარქსიზმ ლენინიზმის ინსტიტუტს დევის ტურვა იყო დირექტორი და ყველაფერი იქ იყო საოცარი ბიბლიოთეკა არაჩვეულებრივი და ეს ყველაფერი ამ მუზეუმთან დაკავშირებული ინახებოდა იქ და ყველაფერი ჩვენ წამოვიღეთო და მაგის ხელშია და ჩვენ იქ რაც აგვაქვს ის ჩვენი სახსრებით მოვიძიეთ მოდით მაყურებელს რომელსაც არც წინაგად ბოდიშს გიხდით არც წინა გადაცემა უნახავს და ვთქვათ ხო შეიძლება ისეთიც გვიყურებს რომ არ იცის ამ თემის ირგვლივ არაფერი შევახსენოთ რომ 2012 წლამდე იქაურობა კასპიის ქუჩა ნომერ 7-ში მდებარე ისტორიული კომპლექსი იყო იმ კავშირის ხელში რომლის სტუმრები დღეს არიან მათ გადაარჩინეს იქაურობა განადგურებას გაყიდვას დანგრევას და იქ ახალი ნაგებობის აშენებას ამას ბატონი ლევან თაქთაქიშვილიც არ უარყოფს მაგრამ მოხდა ისე რომ 2012 წელს 4 მაისს დიახ 4 მაისს დიახ ზუსტად 4 მაისს ხო ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი კეკელიძის მიმართვის საფუძველზე ეს სამუზეუმო კომპლექსი გადაცა ეროვნულ ბიბლიოთეკას და ამაზე სამართლებრივი დავა დღემდე მიმდინარეობს, რაზეც ბატონი ვლადიმერ ტაბაღუა გვეტყვის და ამ ადამიანებმა არ მიცეს ფიზიკურად საშუალება რომ 2019 წლამდე ეროვნული ბიბლიოთეკა იქ შესულიყო და 2019 წელს შევიდნენ და მას შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშია იქაურობა და კონკრეტული მოთხოვნები აქვთ იბრძვიან სამართლებრივად არ ჩერდებიან და სწორედ ამაზეა დღეს ეს გადაცემა ბოდიში შემოვიდნენ ეს არასწორად მიაჩნია ყაჩაღურად შემოიჭრეს შუაღამისას საკეტები გამოცვალეს და დილით რომ მივედით იქ ჩვენ ვერ შევედით შენობაში ისე რომ ძალადობრივად დაეუფლნენ ისინი ამ მუზეუმს რადგან მათაც კარგად იციან რომ ეს მუზეუმი მათ უკანონოდ აქვთ გადაცემული ამიტომ ზედმეტ ხმაურს მოერიდენ თორა პოლიცია გამოგვასახლებდა რა პრობლემა იყო ისეთი შთაბეჭდილება მჩება ამ პროკურატურისა და იმის გადამკიდე რომ ლევან თაქთაქიშვილი განაგებს ყველაფერს და აკონტროლებს ყველაფერს და იქიდან ჩვენ ვერ გამოგვიყვანდა მაგრამ აი ამ ხმაურსა და დავით არაბას ერიდებოდნენ ახლა აქ სტალინიო იძინებდაო ჩვენ არასოდეს არ გვითქვია რომ იქ სტალინი იძინებდა იმ შენობაში სტალინი მიხო ბოჭორმიძის სახლში იძინებდა ის ტახტი იქ იმიტომ კი არა დგას რომ სტალინს დაეძინა იქ როცა ღამე მუშაობდნენ მთელ ღამე მიდიოდა იქ ბეჭდა პროკლამაციების და დასასვენებლად რიგრიგობით ამოდიოდნენ და ისვენებდნენ ახლა მთელი ღამე ფეხზე ხوار იქნებოდნენ და რიგრიგობით ჩვენ ისტორია ამას ამბობს ყოველ შემთხვევაში და არქივი და ჩვენ არსად არასოდეს არ გვითქვამს რომ იქ სტალინი იძინებდა და სხვათა შორის თაქთაქიშვილმა დაუკვეთა ჩაგელიშვილს თომა ჩაგელიშვილს 2009-ის გადაცემებზე აქ მით უმეტეს ამ ჩაგელიშვილის სიყალბესაბოს ერთ-ერთი იმეორებს ჩაგელიშვილი იმას რასაც ლაპარაკობს ლევან თაქთაქიშვილი თითქოსი კეცხოველი იყო ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და გამორიცხულია ეს ლადო კეცხოველი 1902 წელს დახვრიტეს ხოლო ამ სტამბის აშენების იდეა გაჩნდა 1903 წელს მარტის თვეში 22 სექტემბერს კი შეიტანეს თბილისის მერიაში განცხადებად თან დაურთეს შენობის როგორიც უნდა ყოფილიყოს რუსუდან ხომ არ ჯობია რომ ვისაუბროთ იმ სიახლეებზე რაც ამ შენობის ირგვლივ მინდა მივიდე იქამდე ნინო და ამას იმიტომ მე იმ გადაცემიდან გამომაქვს იცი რაცა თქვა ის ტყუილი არის აი თუნდაც ის წყალი რო არის ახლა ჩამდგარი რომ ესო ეტყობაო ადრეც იყო პრობლემაო ამისიო და ეს რკინა წყალი დგას მე ძანზრუნავ მაყურებელზე წყალი დგას იქ სადაც ისტორიული დანადგარია რაზეც პროკლამაციები იბეჭდებოდა და ეს ვიდეო კადრებშიც ჩანდა წინა გადაცემაში და გრუნტის წყლებიაო სუნი არ არის ტყუილი არის ის არ არის გრუნტის წყლები და ეს დანადგარი რაც აჩვენა
ეს როდესაც კი ჭაგააკეთეს, ის მაშინვე იდგა იქ, იცით რა, ახლა კიბე მერე გააკეთეს, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რატო იდგა? იმას თუ ჩამოყვებოდით, წვრილი მილები კედელს მიყვება და ჭაში ჩაედინება. მოდით ისევ მე დაგისვავთ სიახლეების ირგვლივ. არა, ნინო, ამას დავამთავრებ, რომ გაიგონ, რატო იყო ეს მილი იქ. ჭაში რატო გააკეთეს? დაუშვათ ჭაში თუ წყალი მაღლა ამოვიდოდა რო ამოეტუმბათ, იმიტომ რომ იმჭიდ ჩადიოდნენ ისინი და საშიშროება იყო, ხო, წყალში არ ჩავარდნილი იყვნენ და რამე. ამის გამო იყო, ის თავიდანავე იყო. მერი არ გაუკეთებიათ. ხოლო ჩვენ მერე გავაკეთეთ, გარეთ ჭა რო ამოვლესეთ. კანალიზაციის ჭა, აი იმის მერე წყალი იქ არ ჩამდგარა და ჩვენ დავტოვეთ იქ შრალი იყო აბსოლუტურად, ხო ხარ ნამყოფი მუზეუმში შრალი იყო აბსოლუტურად. ეთყობა ეხლა რომ გააკეთეს ეს სამუშაოები რაღაცა დააზიანეს და წყალმა გზა ნახა და ამოვიდა იქ ამოხეთქა ეს არ არის ის სიახლე ის არის ნინო რომ მე ბატონო ვლადიმერთან მივედი ხوارაფერია სიახლე თქო და გაბრაზებული დამხვდა რომ კაცო ასეთი პასუხი მომივიდა ისანი სამგორის პოლიციის განყოფილებიდან მე-11 განყოფილებიდან რომ კაპიტანი ბიჭოშვილი მწერსაო რომ ეს მუზეუმიო თავრობის დადგენილებით გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკასო რაც სიცრუეა ну მე გავასაჩივრე პროკურატურაშიო და მე მოვთხარი მე რო დავწერო შეიძლება კანცელარიაში და გამოვითხოვო ეს დოკუმენტი მეთქი რომელი დოკუმენტით გადასცეს ხო მივედი დავწერე კანცელარიაში ჩავაბარე აგერ ვაჩვენება ამასაც იგი ქალბატონმა რუსუდანმა მე მათხოვა და სახლში მქონდა დედნები ამ დოკუმენტების ესე იგი არ ჩერდება ისევე როგორც ბატონი ვლადიმერი აი წერე ნამდვილი წელია აცვიათ რკინის გალაბნები და იბრძვიან იმისთვის რომ იქაურობამ არ დაკარგოს სახე შეინარჩუნოს უკვე დაკარგული აქვს იმ სარემონტო სამუშაოები რაც ის თავიდანავე სულ პირველად ეს მუზეუმი არა შენობა რო აშენეს იქ შპალიერი იყო გაკრული ეს არის მასში ისტორიულად ასე ცნობილი არის წერია და ტყუილი არის ვარდისფერად რო შეუღებიათ ის სიძველე და ის ეფექტი დაუკარგია არა აქ მნიშვნელოვანი კიდე ის არის უფრო მნიშვნელოვანი რომ კანონდარღვევით არის სამუშაოები იმიტომ რომ შესაბამისი ნებართვა არ ესე ჩანსტია და ის კობახიძის სახელზე დავწერე განცხადება და ჩავაბარე ეს სულ ახალი ამბავი არის ჩავაბარე კანცელარიაში ეს იყო 29 ოქტომბერს და მე ჩავაბარეთ 9 ოქტომბერს ეს რა ვქიან განცხადება მირეკავენ მე ფიზიკურად თბილისში არ ვიყავი და მირეკავენ საქართველოს პოსტიდან წერილია თქვენ სახელზე ვაიმე მე უთხარი არ შეგიძლიათ გააჩეროთ არაო მაშინ დააბრუნეთ უკან და მე მივალ და წამოვიღեմ კანცელარიიდან თქო მივედი კანცელარიაში 29 ოქტომბერს მიცნეს ამ ორი ქალბატონის ზიანა მისაღებში და თქვენაოავლაბრის სტამბა მუზეუმზე ხართო? დიახ, მე უთხარი და ის ვითხოვ მეთქი იმ წერილს უკან ხო დაბრუნდა. არაო, წერილზეო არაო და ტელეფონის ნომერი მომცეს 21-29 ამ ნომერზე დარეკეო და იქ გეტყვიანო პასუხსო. დავრეკი ამ ნომერზე ახალგაზრდა მამაკაცმა გამაგონა და ის გადამისამართა ეკონომიკის სამინისტროში. და კი მაგრამ მე უთხარი მთავრობის დადგენილება ეკონომიკის არქივები ეკონომიკის სამინისტროში რატო უნდა იყოს მეთქი და იქ აგიხსნიან ყველაფერსაო მე ვთხოვდი კობახიძეს და თქვენ აი რა სიტყვით საინტერესოა აი ბოლო თქვენი მოთხოვნა ეხლა ფაქტია რომ ეროვნული ბიბლიოთეკა დაუქვემდებარეს კულტურის სამინისტროს მაგაზეც ვიტყვი მანამდე თქვენი თხოვდით კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში დაბრუნებულიყო აბრის სტამბა მუზეუმი ხო ასია ხო მაგრამ აი ახლა რა მოთხოვნა ყველაზე მეტად ვითხოვდი გორის მუზეუმის ფილიალად გაკეთებულიყოს იმიტომ რომ ესენი ხო სოროსელები არიან გლობალისტები არიან ტროცკისტები არიან და ამიტომ ამათ ხელში გორის მუზეუმის პერიოდულად ისე შეტევების ქვეშა აბარა ყველაზე მეტი თანხა და გრანტები შემოდის სტალინის სახელის დასაკნინებლად ხო და ამ ვითხოვდი რომ იმ დადგენილების ასლს რომელი დადგენილებითაც გადაეცა ეს მუზეუმი ეროვნულ ბიბლიოთეკას ну წავედი რას ვიზავდი ახლა თავს ზემოთ არ არის და რომ მიწვიან წავედი ეკონომიკის სამინისტროში მივედი მათ გადამასამართეს ქონების და იმაში რა ქონება ვისაც ეკემდებარება იქ ამომიბეჭდეს
ამომიბეჭდეს და რა ამომიბეჭდეს ნინო უბრალოდ სირცხვილი არის ასეთი დილეტანტები როგორ მუშაობენ და როგორ ამ ქონებას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია მიგზავნის აგებ ისიც იმას აწერს თავრობის დადგენილებით გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკასო და თან ამას ამუაკრა კეკელიძის დაწერილი წერილი 4 მაისით დათარიღებული, მაგრამ ეს არ არის 4 მაისით, ეს არის უფრო გვიან, იმიტომ რომ ჩვენ დოკუმენტი მოვთხოვეთ და მე დაიწყეს დოკუმენტების შედგენა. კარგი, ეს რაც არის, გიორგაძის წერილი ამოაკრა კიდე იმას და ნუ ეს დილეტანტიზმი ღუპავს საქართველოს საერთოდ. კარგი, ეს არაფერი ახლა. შემდეგ იმას მიმართე გენერალურ პროკურორს და რატომ მიმართე? თქვენ ალბათ საქმის კურსში ხართ, რომ წავიდა ეს დაჭერები, ბრიფინგები, რომ თაღლითულად დაეუფლენ სახელმწიფო ქონების მიწის ნაკვეთებს და შენობებს და მილიონობით ღირებულების. და ზუსტად ეს არის მაგალითი, თაღლითობით დაეუფლენ ამხელა ქონებას, იმიტომ რომ ეს იყო მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ვინ კითხავდა დავით გიორგაძეს, გადაეცა ერთპიროვნულად ეროვნული ბიბლიოთეკისათვის. დაუწერე ეს განცხადება გვარაკიძეს და უკვე მიმქონდა პროკურატურაში ჩასაბარებლად და შემხვდა საქართველოს პოსტიდან და კულტურის სამინისტროს გამოუგზავნია წერილი. ჩემი პასუხი რო ვითხოვდი კობახიძის სახელზე და პაპუაშვილის სახელზე, რომ აი ასეთი დარღვევებია და ვითხოვდი სამართალს. ხო და იქაც იგივე არ გააკეთა ამ თავრობის ამ დადგენილებითაო. ნუ რა სიძამ და მივაწერე. გავეცანი მე გავეცანი. ხო და გაეცანი. ესიც მივაწერე უკვე ამ გენერალურ პროკურორის იმას, რომ გაოცება და გაკვირვება იყო პირველი რაც ეს წერილი წავკითხე და ესე იგი კულტურის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროს არ სცოდნია დადგენილებისა და იმისი გარჩევა, კანონის გარჩევა. ნინო და კანონს ვერ არჩევს კიდევ გიორგი გაბუნია. ეხლა აი პროკურატურაში რო ჩავაბარე. ეხლა რა არის ამ იმაში? აგერა მაქვს მე დადგენილება თავრობის დადგენილება და ეს ხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო. როგორ შეიძლება იმას რა ვქია მოსთხოვო შენ კულტურული მუზეუმი ეკონომიკის სამინისტროს, როცა ეს ბალანსი არის კულტურის სამინისტროში. რომ ვერაფერი გააწყვეს, უკვე ჩაგდებული ქონათ ხელში და საკეტები გამოუცვალეს, წერილი დაწერეს აი ასე მუხლი მეორეთი წერს, ესე იგი ვერა ქობალიას ამისა საქართველოს თავრობის დადგენილება 302 2010 წლის 1 ოქტომბერი თბილისი. მუხლი მეორე და მუხლი მესამე გთხოვთ აი ამითი მუხლით რას აითხოვს არა მუხლით გადმოგცეთ შენობაო და იმათაც მისცეს ეს შენობა და ნაგებობები. ეხლა მე ყველას ჩემს დოკუმენტებს განცხადებებს დაურთეთან საქართველოს თავრობის დადგენილება და საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ეხლა რა არის ამ კულტურული მე ვკითხულობ ნინო და სანამ ამას წავიკითხავ მე ჩვენ რითიც აგვაქვს გადმოცემული ეს რა ვქიან რუსუდან ამაზე ეს ძველი ამბები ჩვენ ხო არაერთხელ გვითქვამს რომ ეს არის მთავარი ეხლა აი დრო მაქვს და წავიკითხავ დადგენილება 26 მარტი 2001 წელი თბილისი ისანის სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე აკაკი ბაქრაძემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-33 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 352 მუხლების თანახმად განმახორციელე კავშირის რეგისტრაცია კავშირის რეესტრში შემდეგი ჩანაწერებით. კავშირის სახელწოდება, კავშირის სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალური რესტავრირებული სტამბა მუზეუმი, წესდების მიღების თარიღი 1 სექტემბერი 2000 წელი, ადგილსამყოფელი თბილისი, კასპის ქუჩა ნომერი 7, მეოთხე საქმიანობის მიზანი უახლოეს დროში აღადგინოს და ხელმეორე რესტავრაცია გაუკეთოს სტალინის სახელობის რესტავრირებულ არაბრის არალეგალურ სტამბა მუზეუმის კომპლექსს და ჩააყენოს იგი ხალხის სამსახურში. დამფუძნებელთა ვინაობა პანტელეიმონ გიორგაძე, ვილჰემ მახარაძე, ალექსანდრე ბროკიშვილი, იურისტი უძლიერესი, ნოდარ
ზაქარიაძე, პროფესორი ვახტანგ დავითაშვილი, რუსუდან ნიკოლეიშვილი, ვიქტორია როსტომაშვილი ქილარჯიანი, იოსებ ნარჩემაშვილი, ელენე ოგანეიანი ორაგველიძე, ბადრი სისვაძე, თამაშ ჯაფოშვილი, ზაალ ჯიბუტი, ავთანდილ მინდიაშვილი, ლერი მეძმარიაშვილი, ეს არის კულტურის მინისტრის მოადგილე. ლერი მეძმარიაშვილი, ერგუჯა ქვათაძე, ეს პროფესორი არის. გამგეობის წევრთა ვინაობა, პანტელეიმონ გიორგაძე და ლერი მეძმარიაშვილი არის საფაც. აი ეს დადგენილება გამოდის აი ამ კანონიდან, საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. და ვკითხულობ ახლა მე იმ თავს, რითაც გადმოგვეცა. ეს ხომ მნიშვნელობა ანუ მაყურებელს და მსმენელს ვეტყვი, ქალბატონ რუსუდანი გვაცნობს იმ დოკუმენტებს, რომლის საფუძველზეც კანონიერად იბრძვიან და ამტკიცებენ, რომ არაკანონიერად გადაცა ეკონომიკის სამინისტრომ ეროვნულ ბიბლიოთეკას ავლაბრის არალეგალური სტამბა მუზეუმი. დიახ, და აი აგერ ვკითხულობ. მუხლი 32 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა ფლობისა და სარგებლობის უფლობით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლის კულტურული ფასეულების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისება ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით. კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა პატრონობის პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი. და თქვენ გაქვთ დოკუმენტი, სადაც კაფეო წერია, რომ ცხადაძე რურუას მოადგილე იწერება, რომ ჩვენთან არ არის შეთანხმებული გადაცემა. და ბოლოს დავძე, როდესაც ბატონმა ვლადიმირმა დაუმტკიცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს გიორგაძეს, რომ არ ქონა უფლება, რომ გადაგეცა ერთპიროვნულად ეს მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკისათვის, უცებ გამოაცვეს ბრძანება. ეს ის 4 მაისით თარიღდება 2012 წელი და ქობალია წერს, რომ დავით გიორგაძეს აქვს უფლება ერთპიროვნულად გადაცეს. ნუ აი ასე თუ სამართლობა არის ყველაფერი და ყველაზე მთავარი რა არის, იცი, პრივატიზება უნდათ ამ მიწის ნაკვეთის. და იქ უნდათ სასტუმროს აშენება. აბა თემური ფიფია ჩვენ რატო გვიღალატებდა? რატო თუ ეს სარგებელს ვერ ნახავდა? ეს არის თემური ფიფია, 8 ფეხასავით ყველგან ფეხი რო აქვს შეყოფილი, ახლა სოლიდარობა მშვიდობისათვის გენერალური მდივანია და აი ჩვენი ლევან ფაქტათიშვილი როგორ გორაო ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ დარბაზში მთვრალი ქალების ფეხების ქვეშ. აი ეს არის და უბრალოდ სირცხვილი არის ამდენი ხანი ვიბრძვით და ასეთ უსამართლობას რო აქ ადგილი და იქ მოლარეთ დაყენებული ყავს არაული თამაზ მულაძე, რომელიც ერთ-ერთ სიუჟეტში აწერია მისი მუზეუმის მეცნიერ მუშაკიო. ნუ არ ვიცი, ეს ქვეყანა ჩალეთ არის დახურული ჯერჯერობით ჩვენს საქმესთან მიმართებაში. მე ყველაფერს რასაც ვამბობ ამ მუზეუმთან და იმ უსამართლობაზე, იმ განუკითხავებაზე, რაც ასუფერს და პროკურატურიდან ჯერჯერობით პასუხი არ მოსვლია. ბატონ ვლადიმერ ტაბაღუასთან ახლა გადავალ კითხვით. ბატონი ვლადიმერი ამჯერად ამ გადაცემაში გახლავთ მოწვეული როგორც კავშირი ავლაბრის არალეგალური რესტავრირებული სტამბა მუზეუმის გამგეობის ინტერესების დამცველი და ადამიანი, რომელიც გამგეობის წევრებთან ერთად იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად. ბატონ ვლადიმერ, ამჟამად სამართლებრივი დავა სად მიმდინარეობს და რა ეტაპზეა? რამდენი ხანია ესე იგი ეს დავა მიმდინარეობს და არ უჩანს ბოლო. იმიტომ რომ თვითონ საქმის განხილვა ჭიანურდება. როდესაც ჩვენ აღზარეთ სარჩელი და ვისაც დაეწერა საკალაკო სასამართლოში 4 წელი იყო ერთ მოსამართლის ხელში. მაპატიეთ, სარჩელი მოპასუხე მხარე ვინ იყო? მოპასუხეს ეკონომიკის სამინისტრო და ბიბლიოთეკა. დიახ. იმას მიზეზი ქონია მშობიარობი რუსულად იყო და გავიდა და ამიტომ ეს საქმე დარჩა გაუნაწილებელი. 4 წლის შემდეგ დაეწერა აღნიაშვილს. და აღნიაშვილმა სამწუხაროდ ეს მასალები სხვა მასალა არის და ყველაფერი წარმოდგენილი არის ახლა როგორც ქალბატონმა ბრძანა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად რომ ყველაფერი არის უკანონოდ უკანონობა ჩადენილი და უკანონოდაა გადაცემული
ეს საქმის მასალებში ჩვენ სარჩელსთან ერთოდა ესე იგი ამ მოსამართლემ საოცარი რაღაცა ჩაიდინა. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი იურისტი ვინც იყო ქალბატონი დააყენა შუამდგომლობა რომ თითქოს და ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადება რომ მიმართა გიორგაძეს ამ მუზეუმის გადმოცემის თაობაზე ამის გასაჩივრების ერთვიანი ვადა თურმე ჩვენ გქონდა გაშვებული რაც სიმართლეს არ შეეფერება მე იქვე აუხსენი მოსამართლეს რომ იგივეს გვედავებოდა ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს როცა მიმართეთ რომ თქვენმა მოადგილემ უკანონობა ჩაიდინა მათაც გვირთხეს რომ ვადა გაქვთ გაშვებული მაგრამ როცა მიუთითეთ სპეციალურ მტკიცებულებებზე მიიღეს საჩივარი მაგრამ საჩივარი მაინც არ განუხილავთ იმიტომ პასუხი არ ჰქონდათ აღნიშნულმა რომ ასეთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო რაღაც უხილავი ძალის ზემოქმედად იმიტომ რომ აწყობენ საქმეს თუ იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი დაობს სახელმწიფოსთან ძალიან ძნელია იქ რომ ეს მოიგო ეს დავა იმიტომ რომ ხარს უჭერენ თუ გინდა ის იყოს ბოროტ მოქმედი მაინც თუ არ იქნება ვიღაცა ზემდგომის პირველი პირის ნება პასუხებაში არ მიცემენ მე რა თქმა უნდა როგორც წესი გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში ეს რომელი წელია წელი რომელიც მაგან გამოიტანა 25 წლის სექტემბერში გამოიტანა აღნიშნულმა და გავასაჩივრე ერთვიან ვადა მქონდა სააპელაციაში მარტის თვეში ახლა 26 მარტს გამოიტანა ჩემი კერძო საჩივარი ზერელეთ განიხილა და დატოვა ძალაში რომელმა მოსამართლე ინგა კვაჭანდირაძე ესე იგი როგორ აიცი მე 40 წელი ვიმუშავე საჯარო ახსოვების სისტემაში აი ქურდული წესი რო კანონები რომ მოქმედებს იგივე კანონი მოქმედებს ამ იმაში მოსამართლეებს შორის მხარდაჭერის მხრივ ესე იგი აღნიშნულმა რაც გამოიტანა ინგა კვაჭანდირაძე იგივე ჩაიდინა იმას დაუჭირა ქურდული წესით იმოქმედა არა კანონის მიხედვით რა თქმა უნდა ეს მე ახლა გავასაჩივრე ვადა მქონდა 27 აპრილამდე და უზენაეს სასამართლოში მაგ გასაჩივრებული და იქ ვადები როგორი არის უზენაეს სასამართლოში უზენაეს სასამართლო ვადებს არ იცავს არც ერთი სასამართლო ეს რითაა გამოწვეული საქმეთა სიმრავლითა მოსამართლეთა ნაკლებობითა არც ერთი არც პირველი ინსტანცია არც სააპელაციო არც უზენაესი ვადებს საქმის განხილვას არ იცავს ეს თქვენ ძირითად მოთხოვნას არ ეხება ხო ძირითად მოთხოვნას ეხება და რა არის ძირითადი მოთხოვნა რა არის ძირითად მოთხოვნა რომ გაუხდეს ის უკანონო გადაწყვეტილება რაც მიიღო იმან გიორგაძე ახლა იმის რომ ჩვენ ვადა რო არ აქვს გაშვებული კეგელიძემ რომ მიმართა 4 მაისს წერილით რომ გადმოეცათ სხვათა შორის იქ არ წერს რისთვის უნდა ეს რაში უნდა გამოიყენონ მე მიწერა გიორგაძემ აი რაში უნდა გამოიყენოთო მე ჩვენ საჩივრები რო დაივიწყეთ ჩვენ უკვე 5 მაისს გვაქვს საჩივარი დაწერილი როგორც მინისტრის სახელზე ქობალიას სახელზე ასე რურუას სახელზე აბა რანაირად არის დარღვეული ახლა ესაა საქმე ამას რომ მოსამართლე ვერ დაინახავს აღნიშნული და კვაჭანდირაძე რა უნდა ვიფიქრო ხა მოსამართლის საერთოდ შევრასობა და დაუშვებელია პატივს უნდა ვცეთ მის პიროვნებას რამე თუ მაგან სამართლიან უნდა განსაჯოს მოქალაქეს იმედი აქვს და იმედით მიდის სასამართლოში მაგრამ სამწუხაროდ აი ამ მოსამართლეებს და ბევრია კიდე მოსამართლეები რომლებიც მსგავს საქციელს შადიან მე ვეუბნები ახლა უზენაეს სასამართლოს რა ინტერესი უნდა ქონოდა ან რა ზალას უნდა ემოქმედა აღნიშნულზე ან ინგა კვაჭანდირაძე რომ ვერ დაენახა ეს საჩივარი რომელიც რეგისტრირებულია ვერაკობალიას სახელზე არის ნომერი 1 რეგისტრაცია და ნომერ 2 რურუას სახელზე რო ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ
აი ასე ეკონომიკის სამინისტრო აპირებს რომ გადაწეს მუზეუმი და ეს დაუშვებელია ამის გაკეთება და შინაარსი არის ყველაფერი. ეს პროტესტი განვაცხადეთ არამს თუ ერთვიან ვადაში. მეორე დღესვე 4-ში მიწერა, 5-ში ჩვენ ეს წერილები გავაგზავნეთ. მაგრამ როდესაც არ მოვიდა პასუხი, არც ეკონომიკიდან, ხოლო კულტურიდან მოვიდა, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით, არავის არაფერი არ უკითხავსო, არ ვიცით მისი გადაცემის თაობას, იმათ გვიუასოვეს. ეკონომიკიდან რომ შევახსენეთ, კიდევ არ მოვიდა, მე ავიღე და რომ დავინახე აქ სისხლის სამართლის ნიშნები და რაღაც გარიგებას ჰქონდა ადგილი, მივმართე პროკურატურას, რომ დაწყებული იყო სისხლის სამართლის დევნა თვითონ გიორგაძის მიმართ, მინისტრის მოადგილის მიმართ. იქ როგორც იციან, რადგან მთავრობას ეხება საკითხი, მომწერა გამომძიებელმა, რომ აქ არ იკვეთებაო სისხლის სამართლის ნიშნები და იდავეო სამოქალაქო წესი. ახლა აქ ჩაიკეტა გზა, რა უნდა გააკეთო? მივმართე ისევ ეკონომიკის სამინისტროს. აი თქვენთან აი ესეთი ასე ამბავი და გთხოვთ მიიღოთ ზომები და გააუქმოთ. ახლა იქიდან მოიწერეს პასუხი, რომ ისაო მინისტრის მოადგილესო კი აქვსო უფლება გადაწყვეტოს, მაგრამ ჩვენ ამის განხილვის უფლება არ აგვაქვსო, რამდენად სწორად მიიღო. ამ დროს მათ ინსტრუქციაში წერია, რომ მინისტრი თვითონ პასუხს აგებს და პასუხს თხოვს თავის მოადგილებს, თუ იმათ დაუშვეს რამე დარღვევა თავიანთ საქმიანობაში. ის წერს, რომ ჩვენ არა ვართო უფლებამოსილიო და ასე მომიშორეს. და შეგიძლიათ მიმართოს სასამართლოს, ამის შემდეგ მიმართეს სასამართლოს. სასამართლო რა, როგორც გითხარით, დაინახა ის, რომ ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოსული იურისტი აყენებს, რომ ვადა გაუშავო და იჯერა ეს ტყუილი, არ ჩაყედა საბუთელი, შეიძლება ნახა, მაგრამ დაყუჭა თვალი, იგივე გააკეთა კვაჭანდირაძემ სააპელაციო. ახლა რა უნდა გააკეთო? როგორ უნდა ედავო ამათ და ვის უნდა დაუმტკიცო? უზენაესი და მერე სტრასბურგი. ახლა უზენაესი სასამართლოა მთავარი. ის ხო არ დაიბრუნებს თავს, ახლა ის დაურთე, მე ვუთხარი ეს საქმეებში არის, მაგრამ თვალსაჩინოებისათვის ამას მე თქვენ წარმოგიდგენთ. თქვენი 5 მაისის საჩივარი, ხო? 4-ში იმან მიმართა, 5-ში ჩვენ დავწერეთ, იმიტომ რომ კეთილგონიერმა ეს ადამიანს სწრაფად როგორ გაიგეთ? იმიტომ რომ მოქმედებს კეთილგონიერი ადამიანი, რომელიც წინააღმდეგ ამის შეგვატყობინა. როგორც კი შეგვატყობინა, ჩვენ იმ წუთას დავწერეთ, სადაა ეს გაშვებული. ახლა უზენაეს სასამართლომ წესით ეს უნდა გააუქმოს და უნდა დაავალოს ისევ პირველ ინსტანციას სააპელაციოს რომ განიხილონ წესიერად, როგორც კანონი ამას ითხოვს. ვის აწერია უზენაეს სასამართლო? ვის აწერია იცით განსახილველი? არ ვიცი ახლა ვის დაეწერა, იმიტომ რომ აქედან მე რო აპრილის ბოლოს რო შევიტანე, სანამ ესენი შეკრავენ ის გაფანტული რო არის, გადაგზავნილიც არ არის. სასამართლოებიდან? ნო, სასამართლოებიდან აპელაციაში რო შეიტან, ვინც გამოიტანა რა, იმან მე ეს საქმეები უნდა აკინზოს ყველაფერი და ჩემ საჩივართან ერთად უნდა გადააგზავნოს. ახლა ბატონი ლევანიზე ილაპარაკა და ძალიან ბევრი ილაპარაკა. მე ამ პიროვნებას კარგად არ ვიცნობ. სულ ორჯერ ვარ შენახვედრი, როცა იმ მუზეუმში მე ვიყავი როგორც იურისტი ისე მისული და გავეცანი იქ ორ მდგომარეობას. მაშინ როდესაც ამათ თქვენს რომ ჩვენ ეს გადმოგვესა და მე რომ უპასუხე რომ უკანონოა და თქვენზე გადაცემული და ეს გასაჩივრებული არის, სიტყვერად შევთანხმდით, რომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაგრამ სიტყვა გატეხა. ამიტომ მისი ნათქვამის მართლა უკვე არ მჯერა. გატეხა სიტყვა და ლევან თაქაშვილის ან ვის თავში მოიხარშა ის ამბავი, რომ ყაჩაღურად მოსულიყვნენ, გაეტეხათ. 2019 წელს, ხო? ხო, რომ მოსულიყვნენ, გაეტეხათ და ისე შესაძლებლობა და გამოიცვალათ. ვინ მისცა ამის უფლება? გარდა ამისა, ქალბატონმა აღნიშნა, რომ სტალინის სახელობის ეს ალვაბრის არალეგალური რესტავრირებული მუზეუმი ამ კავშირს თვითნებურად კი არ მეუღია და ანუ უკანონოდ როგორც ესენი იძახიან, არის იზან სამგორის სასამართლოს გადაწყვეტილება. აი რაც რუსულთანმა წაიკითხა. ეს თვამარ ამ თავარი მომენტია იურიდიული.
არც ეკონომიკის სამინისტროს, არც პრემიერი არავის არ აქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმოს და შეცვალოს. რა უფლებით გააკეთა ეს ან ეკონომიკის სამინისტროს, ან სასამართლოები რატო არ აქცევენ ამას ყურადღებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დიახ, ბატონ ვლადიმერ. რა სახის, რა ხარისხის დარღვევაა, როცა აი თქვათ და კანონიერიც რო ყოფილიყო მათი იქ შესვლა, აი მიღება ჩაბარების გარეშე რო არა, კანონიერი არა, ჯერ ერთი აი თქვათ და რომ ყოფილიყო. რო ყოფილიყოს მიღება ჩაბარების აქტის გარეშე არ შეიძლება. იქ ექსპონატები, იქ ნივთები რაცაა? ქონება ძვირად ღრებულია რა. მე რა ვიცი, მიღება ჩაბარების გარეშე არიან შესული. რა თქმა უნდა. იქნება ნახევარი გაიდანაც და გაყიდეს. თვითონ ლევან თაქთაშიშვილი თუ ისმენს, აი ვეუბნები, კითხვას უსვამ. ბიბლიოთეკიდან ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც დასულია, მოიპარეს თუ არა წიგნები. ხონდა თუ არა ადგილი და საქმე აღძრული. ის რომელიც დაცული არის, იქიდან წიგნები მოიპარეს ეროვნული ბიბლიოთეკიდან და უცხოეთში ისტორიის ინსტიტუტიდან. და ძიება მიდის. აი აქ მე როგორ უნდა დავზრუნდე იმაში, რომ ჯალაღონიამ და გიორგაძემ და მერე წევრებმა ვინც არიან, რაც მოიძიეს თავიანთი ინიციატივიდან მიიტანეს ეს გამგეობის წევრები. გამგეობის წევრების მოწადინებით, სადაა ეს ნივთები, იქნებ ნახევარი გაიტანა ამ იმან ეროვნულმა და გაყიდეს. უნდა შეუძლიათ თქვა, აი ჩვენ ეს დავხდა. რა იყო, იქ იყო რა, იმა ესეთი რა. ძალიან ბევრი ექსპონატები როგორ არ იყო რა. თანაც უნიკალური ჩვენთან რო ჩამოვიდა. ამას რო გააკეთებ, აი საგამანათლებლო იმით იწვება რა, დასასრულებლად ბიბლიოთეკა. როგორ შეიძლება ადამიანი ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ჩადიოდა ასეთ აქციაზე. უკანონობას ჩადიოდა, ყაჩაღობას ჩადიოდა. ახლა პოლიცია და პროკურატურა რა შვება? ჩვენ რო გამოვიძახეთ პატრული და როცა შემოვიდნენ, ხო? შემოვიდნენ იქ გატეხეს და გატეხილი რო დავხდა დილით რომ მივედით ვერ შევდივარ. გამოცვლილია. რო გამოვიძახეთ, ესენიც მოვიდნენ იცოდნენ რომ იქ ატყლებოდა განგაში. იმათ აჩვენეს ამ გიორგაძეს წერილი, აი ეს ჩვენი გადმოგვეცა. ისინი დაინახეს მაშინ პარლამენტის იმაში შედიოდა ეს ბიბლიოთეკა. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ამ პარლამენტის სახელით სარგებლობდნენ ალბათ და რო დაინახა პოლიციამ და კრიმინალურმა პოლიციამ აგერს მომას კანონიერად მიუღიო. მე ვუთხარი შედალოცინო იმან თუ პარლამენტის სახელით სპეკულიანტობს და ან გიორგაძეს წერილით ჩვენ სასამართლოს დადგენილება გაქვს რომ ის შესვლა არავის არ შეუძლია. არც პარლამენტს არავის არ შეუძლია, თვითონ სასამართლომ უნდა შესვალოს. ამ დროს ესე იგი გამოძიება ფორმალურადაა, ამოდებული აქ და თუ დაწერს საჩივარს გიპასუხებენ, რაღაცა სისულიერს მოგწერენ, ან დაწერენ რომ მიმდინარეობს გამოძიება, მეტი არაფერი. აი ასეთნაირად ეს უსამართლობის და უკანონობის ჩარხი ტრიალებს წლებია. ესე იგი რა შეიძლება მოხდეს აი ვერსიები რო გითხრათ უზენაეს სასამართლოში. ერთი ის რო უკან დააბრუნონ, მეორე ახლა რა არის იცი? წაღებული არა არის პატიოსანი მოსამართლეები, ჩვენ კარგი მოსამართლეები გვაქვს, კარგი იურისტები არიან. მე მქონია რამდენიმე საქმე, მაგარი საქმე იყო, რომელიც უზენაეს სასამართლომ გააუქმა და დააბრუნა და ის მე მოვიგე. ახლა უზენაესმა სასამართლომ რომ მტკიცებულება როგორც აი სარკეისებუდებს და უკანონოდ დაინახავს წესით, უნდა გააუქმოს და დაუბრუნოს უკან ხელახლა განიხილონ ეს საკითხი. როცა ის მისცემს მითითებას, ვალდებული ეს ქვემდოვანი გაუქმებული უკვე აი მითითების საფუძველზე და კანონის ახალი გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. ახლა საქმე რაშია? თუ ეს სტამბა მუზეუმი თქვათ სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარეობს, ჩვენ ხო წინააღმდეგი არ წავიდოდით. სახელმწიფო ინტერესია კი ბატონო, მაგრამ 12 წელი მე უვლიდი ამას 2001 წელს და ჩემი ხარჯებით მე ის რა გავაკეთე, ვალდებულია სახელმწიფო თუა დაინტერესებული, ან ვინცაა ის კომპენსაცია მე გადამეხადოს. მე ხო ეს ჩემი სახლისთვის კი არ გამიკეთებია, სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი გადავარშინდა და უვლიდა პირდაპირ არის ჩაწერილი ისან სამგორის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, გადაეცა მოვლა პატრონობის ქვეშ. უნდა სწორედ კარგად პატრონობდა ეს კანონი ითვალისწინებდა ამას.
ითვალისწინებდა სასამართლოში იყო სხვანაირად არ გადაეცემა, უნდა იყოს მითითებული აუცილებლად. რა მიზნით მიდის? თავდაცვის სამინისტრომაც მოითხოვა ამის გადმოცემა, მაგრამ უარი უთხრეს, იმიტომ რომ ეს მუზეუმი ასეო და თევზაძე უარი უთხრეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ესე იგი თვალის დახამხამება 5 წუთში გადასწრა და გარდა იმისა, რომ საჯარო რეჟი რომ ჩქარა გაეფორმებინათ გიორგაძემ თავისი წარმომადგენლები გაუგზავნა, იქ დახმარებოდა ამ ბიბლიოთეკას, რო ჩქარა დაერეგისტრებინა. თქვენი აზრით, აზრით, როგორც ადამიანს გეკითხებით, რომელიც ჩართული ამ პროცესში, როგორც იურისტს არა, რა მოძრავებდათ, ასე რატომ მოიქცნენ? რა უნდოდა? რა არის ახლა, როდესაც ადამიანი ის ტერიტორია არის ძალიან კარგი, ფართობი არის ძალიან კარგი. კომერციული ფართობების გაშენება უნდა, როგორც ქალბატონმა სასტუმროს გაკეთება უნდა, სასტუმროს გაკეთებენ, კარგი შემოსავალი ექნებოდა. აბა ბიბლიოთეკიდან რა წიგნი უნდა გადაიტანონ, იქ რო განათავსონ. ასე რა უჭერს ბიბლიოთეკისთვის ეროვნული ბიბლიოთეკა არა, ბოლო-ბოლო ეს ჩვენი მთელი თაობა აღიზარდა ამ ბიბლიოთეკაზე. ან მიაშენონ, ან ახალი აუშენონ, დამატებითი ფილიალი გაკეთეს, რაღა მუზეუმთან მიაქს ეს უკანონოა, აქ სარგებელი ქონდა. ის გიორგაძე ცოტახანი დაკავებული ქონდა სხვა მამაზაღლობისთვის. დაკავებული? კი, ცოტახანი იყო დაკავებული და მე ამ ხელისუფლების დროს დაიჭირეს თუ იმ ხელისუფლების დროს იყო დაკავებული. მაგრამ გამოუშვეს. არა, დაკავებული ამათ დროს იყო. ნუ არ ვიცი ახლა მე ყველაფერი არ მახსოვს. ამან დააკავეს თუ რაღაცა ჩადენილი უკანონობაზე დააკავეს, მე არ ვიცი ვინ უშველა როგორ უშვა გამოვიდა. ამჟამად ამ ადამიანს აქვს სამოხელეო დანაშაული ჩადენილი. თანამდებობის ბოროტად გამოყენება. მაგას არ ქონდა სტამბა მუზეუმის გასწრების უფლება ერთპიროვნულად. მით უმეტეს კავშირი რეგისტრირებული იყო სასამართლოს მიერ და ყველგან იყო რეგისტრირებული. მე სააგენტოს სააგენტოში ყველგან რეგისტრირებულია. ასე დროს ამას რო ჩადიხარ, შეგნებულად ჩადიხარ ამ კანონის დარღვევას. ესე იგი აქ სამოხელეო დანაშაული უფლება მოსილება გამოიყენა ბოროტად და ეს კაცი უნდა იყოს პასუხებაში მიცემული. ბატონ ვლადიმერ, ახლა უზენაესი სასამართლო თუ არ დააბრუნებს პირველ ინსტანციაში ამ საქმეს, კიდევ რა შეიძლება დახუროს საერთოდ? თუ რა შეიძლება? აქ ერთადერთი გამოსავალი სტრასბურგია, მე ევროპული სასამართლოს რომ მივმართოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ აქ მთლიანად უკვე მთელი სისტემა იცავს იმ ბოროტმოქმედს და რატომ იცავს? თუ აბრალებენ სააკაშვილი ასეთია და სააკაშვილმა ასე გააკეთა რეჟიმის შექმნა. სააკაშვილი ხო არა, შენ ხო მოხვედი რომ აღადგინოს სამართლიანობა. თუ სააკაშვილმა დაჩაგრა, ვინმე შენ რატო ჩაგრა? ორმაგად. რატო აკეთებ ამას? თქვათ და პირველ ინსტანციაში რომ დააბრუნოს და გაუქმდეს ის გადაწყვეტილება. მე იურიდიულად რა ხდება? იურიდიულად ის არის რომ მე საკითხი თუ სახელმწიფოს ინტერესიდან გამოდის და უკვე სახელმწიფო თავის თავზე იღებს, თავის უფლებამოსილებას თვითონ მოუვლის ამას, სახელმწიფო ამას თვითონ ჩაიბარებს. მაგრამ მე როგორც ამის მომვლელი პატრონია იმ გაჭირების ჟამს რომ რამდენი წერილებია დაწერილი გამგეობას ministrii სახელზე, იმის სახელზე, მერიესე დაგვეხმარეთ, იღუპება. არავინ არ დაეხმარა. მაშინ თავის სახსებით გააკეთა. კომპენსაცია უნდა გადაუხადოს და სახელმწიფომ ჩაიბაროს. არა, აქ პრობლემა. ამის პრობლემა არა, რომ აუცილებლად კავშირმა დაიტოვოს სამართლებრივად, ასე უნდა გადაწყვეტოს. სახელმწიფო თავის თავზე იღებს, იბარებს ამას, მე კომპენსაცია უნდა გადამეხადოს. თუ გადაცემს იმას არა, თუ გინდა იმას დააკისროს, მე ეს არ მეკითხება, სახელმწიფო თუ გადაწყვეტს რომ მე ვიბარებ ამას, ამ შემთხვევაში კომპენსაცია უნდა გადაუხადოს იმ ამ თქვენ უნდა გააგრძელოთ კეთილსინდისიერ კავშირს, რომელიც უვლიდა ამას თავისი სახსრებით. ეს უნდა გაკეთდეს. ნინო, ეს მუზეუმი ახლა ხო გააკეთეს მაგას სარემონტო სამუშაოები და რა თქმა უნდა ბიუჯეტიდან წავიდა ფული, ხო? ჩვენ რო ვიყავით აქ ჩამოსული იყო ჩინეთის საზღვაო ადმირალი. რო ნახა ამ მდგომარეობაში ესო
სახელმწიფო სირცხვილიაო, სტალინის კი არაო. რო თქვენ კულტურულ მემკვიდრეობასო არ უფრთხილდებითაო. და ჩვენო დაგეხმარებითო გავარემონტებთ საჩუქრათო, არაფერი არ გვინდა თქვენიო. ასევე შემოგთავაზა დახმარება ინგლისელი მკვლევარი იყო, მოსკოვიდან ჩამოვიდა არქივებში მუშაობდიო, რო ნახა ამ დღეში ეს შენობა. სირცხვილია ესაო, რატო არ უფრთხილდებით თქვენს კულტურულ მემკვიდრეობასო და იმ მომენტითო ანგარიშის ნომერიო და მე სოლიდურ თანხას გამოგირიცხავთ, რომ გაკეთეს სარემონტო სამუშაოებიო. ასევე ჩამოვიდნენ სანქტ-პეტერბურგიდან პეტრე პირველის მუზეუმის დირექტორი და 4 თანამშრომელი. ყველაზე მეტი დამთვალიერებელიო სტალინის კუთხეს აქვსო. მეტი მოთხოვნილება არისო და ეს ამ სტამბის მაკეტი არის ჩვენთანო. და ძალიან ბევრიო ითხოვენო მისამართო საქართველოში და ამ სტამბის სანახავად ჩამოდიანო. იქო კვლევარებიც არიანო, ყველა რა ფილოსოფოსები მე რო ვიყავი 4 თურქეთიდან და ყირგიზეთიდან მოვიდნენ. ახლა იმ ცოტა იყვნენ მაშინ, თორემ ავტობუსებით მიდიან დღე და ღამე მუშაობს მუზეუმი და ამის გულისთვის წაგვარდეს. სტატუსი იმიტომ მოუხსნეს, რომ მუზეუმს კი არ დაანგრევდნენ. ეს მუზეუმი მთელ მსოფლიო მიცის. მიუხედავად იმისა, ტურისტულ რუკაში არ არის ჩართული, მთელმა მსოფლიო მიცის და მოდიან ტურისტები და როგორ იგებენ, რა საინტერესოა? ინფორმაცია აქვს და არა, სტალინზე დღესაც მიდის ფილმების გადაღება და ის ნინო, იმიტომ ებძვიან სტალინმა ზუსტად ის გლობალისტური ძალები დაამარცხა. აი ვინც დღეს ებრძვიან სტალინს და ამაში გრანტებს იღებენ, მათ შორის ბევრი ვაი ქართველი არის. სხვათა შორის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ბუკიას ვიკა ბუკია არის ასეთი მიყავდა გადაცემა ამ მუზეუმზე და ალეკო ელისაშვილი შეპირდნენ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას რო თბილისის სამქარი და ირაკლი ხვადაგიანი საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიაო. ეხლა ძველი ამბებია. ძველი ამბებია, მაგრამ აი აქედან მიხვდი, რომ რა კატეგორიის ხალხმა ჩაიგდო ხელში და რა გრანტებს იღებდა, მე ვწერ პროკურორს, რომ რაებს არ კადრულობდე და აფინანსებდა იმას, რა ვქვია, მამუკა ხაზარაძე და ძალიან ბინძურ ვის აფინანსებდა? აი იქ სიუჟეტებს სიყალბეს ძალიან იქ ახალი ამბავი სულ სიყალბეს. მე ველოდები ახლა უზნეესის გადაწყვეტილებას. დაახლოებით მაინც რამდენი ხანია? გონივრული ვარ და გონივრული ორ თვეში უნდა განიხილოთ წესით. მაქსიმუმი 3 თვე. თუ უზნეესმა მიიღო გადაწყვეტილება დადებითი, რა თქმა უნდა გინდა არ მიიღოს ამ მოსამართლეებს, ორთავე მოსამართლეს იუსტიციის საბჭოში უნდა ურჩევლოდა გარდა მისა პროკურატურაში. ყალბი გადაწყვეტილების მიღების გამო და იმ გოგოს, რომელიც მოვიდა ბიბლიოთეკიდან და სრულ ინფორმაცია მიაწოდა მოსამართლეს აღნიაშოს. იურისი, რომელმაც თქვა ვადა აქვს გაშვებულია. უნდა მოსამართლემა მიუხედავად იმისა, ეს დოკუმენტი იქიდო და ვითომ თვალი დაახმოჩოს, ამ სამთავეს უნდა ურჩივლო. მოსამართლეებს, როგორც იუსტიციის საბჭოში, ისე პროკურატურაში ყალბი იმის გამოტანისათვის და იმ გოგოს სრულ ინფორმაციის მოწოდებისათვის და სასამართლოს შეცდომაში შეყვანისათვის. ესე იგი სექტემბერში უკვე შემოდგომიდან ზაფხულში ალბათ რაღაც ტიპის შესვენება იქნება პირდაპირ ეთერის, მერე უკვე ახალი ამბავი გვექნება, აუცილებლად შეგეხმიანებით. იმ დროისთვის უნდა იყოს ეს უკვე დაგროვილი. ანისი ანაცე უნდა განიხილოს. ის გაუქმებს, არ გაუქმებს ევროპულ სასამართლოში აუცილებლად წავა ეს საჩივარი და როგორც გითხარით, იმ ორ მოსამართლეს და იმ გოგოს, რომელმაც სხვადასხვაობით და იმ მოსამართლესაც მოეწონა, სხვათა შორის, მაგასაც მოშორება უნდოდა რაღაცნაირად, იმიტომ რომ საწინააღმდეგოს მიღება არ უნდოდა. დაკმაყოფილება და გამოიყენა ეს. ან შეიძლება თვითონ დავალ, მე არ ვიცი ახლა რა მოხდა იქ, მაგრამ ჩაიდინეს უკან. ერთი წუთი დარჩა გადაცემის დასრულებამ. გული მატკინა გუშინდელმა იმ რო უყურე კიდე განმეორებით, აქო პარტიის ოფისი ქონათო, ისიც ტყუილი არის, იქ იმდენი ლენინის სურათები ჩვენი ქარა ქონია, ის წითელი ბუკეტი სტალინის ძალიან ლამაზი ბიუსტი იყო და იქანაიდვა იქ სტალინის ბიუსტი აღარ ანუ ის სახი აღარ არა ტყუილი თქვა და ბევრი სურათები ზემოთა იყო ატანილი და ეხლა
ჩამოუტანია ტყუილი თქვა და გიორგაძის სურათი კაბინეტში იყო სადაც დირექტორი იჯდა ესე ძალიან დიდი ტყუილი თქვა და რომ ლენინის სურათების ფონზე და იმიტომ წაგიყვანა სიხარულით რომ აი ეს ეჩვენებინა მე ხო ვიცი ახლა მაგენი გრანტებზე რომ მუშაობენ USAID-ის კაბინეტი ქონდათ ცინცაძის ქუჩაზე რო არის სტიგნის პალატა ბოლო სართულზე და გრანტებს ანაწილებდით და სხვადასხვა კეკელიძემ გითხრა არიჩივლოთო და გრანტებში ჩაგხსნავთო და ჩვენ უარი უთხარით ასე რომ გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მივახლოვდა შეგახსენებთ რომ დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ კავშირი ავლაბრის სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალური რესტავრირებული სტამბა მუზეუმის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი რუსუდან ჩიკველაძე და ამავე კავშირის უფლებების დამცველი ადვოკატი ბატონი ვლადიმერ ტაბაღვა მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. სხვათა შორის